პატარა შოპინგი ჩავატარე. ერთხელ მიხსენებია, რომ ვლოგებში რომ ანუ დიდად არ მიყვარს შოპინგის ვიდეოები, მაგრამ როგორც მივხვდი, მაყურებელი უპირატესობას ანიჭებს ვიდეოებს, რომელიც შეეხება შოპინგს. ამიტომ გადავწყვიტე ესეთი პატარა ჩართვა, გავაკეთო ამ კვირის ვლოგში და გაჩვენოთ ის ნივთები, რაც მე შევიძინე იანვრის თვეში. სანამ საქმეზე გადავალ და გაგიზიარებთ იმ ნივთებს, რომელი თვეა იანვარში, რაც იანვარში შევიძინე. მინდა თხოვეთ მოგვართოთ. თუ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ. ძალიან გამახარებთ. პაკეტები რაც მქონდა ყველაფერი გადავყარე, ხა ზოგი გამოვიძახე, ზოგი ფიზიკურად შევიძინე ადგილზე მაღაზიაში. ზოგს ეტიკეტიც კი მოვაჭერი უკვე, იმიტომ რომ გავრეცხე, მაგრამ მენდეთ სიტყვაზე, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად ახალი. ჩავიცი თეთრი ჯინსის შარვალი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ყველა იმ ნივთს მოუხდება, რაც ეხლა შევიძინე, რომელიც ძალიან მიყვარს და სხვა შორის კაი ხანია არ მცნია და მე მგონი დროა მზის შუქი დავანახოთ. ესეც ჩემი პირველი შენაძენი. ძალამაზია. ეს შევიძინე ზარაში. თეთრს ძალიან მოხდება, მაგრამ კლასიკურსაც ძალიან, ჯინსაც ძალიან მოხდება, ესე მგონია, ნუ სწორად შერჩეულ ჯინს რასაკვირველია და ასევე რაღაც ისეთ შავ კლასიკურ შარვალსაც მე მგონი ეს უნდა მოუხდეს, ნუ თეთრს ძალიან მოხდება. ნუ შავია პრაქტიკულია, ყველაფერს მოუხდება. გადავიდეთ შემდეგზე. მომდევნო შენაძენი არის ეს განტის მაისური, რომელიც არის ძალიან სადა, ბეჟი ფერის და სწორედ ასეთი მაისური მინდოდა. ამ მაისურსაც მე მგონი ბევრ რაღაცას შევუხამებ, ისეთი ფერია, რაღაც არაპრეტენზიული, როგორც იტყვიან ხოლმე. ისრაელში ზამთრისთვის არის ძალიან კარგი, როცა გინდა ესეთი თხელი მაისურები, და გინდა რომ რაღაცა თბილი ქურთუკი ჩაიცვა, მაგრამ შეგნით არ გინდა რომ რაღაც ძალიან ზედმეტად სქელი ჯემპრი გეცვას, ეს არის არაჩვეულებრივი გამოსავალი ესეთი მაისურები. ეს გამოვიწერე სატესტოდ, გასატესტად, ან თუ მომეწონება ხარისხი და მისი დგომა, აუცილებლად სხვა ფერშიც გამოვიწერე. და მე მგონი რომ კარგი იქნება რომ სხვა ფერებშიც გამოვიწერო. მომდევნო ნივთი კი გახლავთ აი ესეთი უღუნღულესი და უთბილესი კოსის ჟაკეტი. გაჩვენებთ ახლოდანაც, რომელიც არის არაჩვეულებრივი ხარისხი და ძალიან თბილია. შესაძლებელია რომ ბოლომდე შევიკრათ. აი ესე რომ ყელი თბილად გქონდეს და არ გაგვიცივდეს, მაგრამ ასევე შეგვიძლია. მე ყველაზე მეტად აი ესეთი ვარიანტი მომწონს. აი აქაც ოდნავ შეხსნილი. ეს უკვე გავრეცხე. შესაბამისად ეტიკეტიც უკვე მოვაჭერი და არა მარტო ეტიკეტი, ან აი აქ რო აქვს ხოლმე ესე მარკა, ეგეც მოვაჭერი, იმიტომ რომ ძალიან ვაღიზიანებ და აი აქ რო რაღაცა მეხახუნება, ცდილობ რომ ცოტა ხმადაბლა ვისაუბრო, არ ვიცი რამდენად გამოდის, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ისევ შეხვედრაზეა და არ მინდა რომ გამომივარდეს და ჩემი შემდეგი შენაძენი არის ჯინსის პერანგი, რომელიც ზუსტად აი ამ თეთრ შარვალზე მქონდა წარმოდგენილი და ძალიან მე მგონი უხდება, ხო? ძალიან მომწონს. კი, იმიტომ რომ ეს რო ვიყიდე, ფიქრობდი რომ მეთქი აი ამ თეთრ შარვალზე ჩავიცვამ თქო. უბრალოდ ერთი პრობლემა მაქვს, აი არ ვიცი ამას რა ვუყო და სად წავიღო, ესე ჩამოვუშვა? თუ არა, მე მგონი ჩამოშვებული ჯობია. ეს შევიძინე ზარაში. აქ რა კარგია ესენი რომ ეხსნება ბაფთაზე რაც იტყვით. ესე დავტოვოთ, თუ ჩამოვშალოთ. ძალამაზია, ძალიან მომწონს. გადავიდეთ შემდეგზე. რომელზეც ძალიან მეცინება. არ მჩვევი ესეთი ნივთების შეძენა. ხეთ როგორი ჯინსი შევიძინე. სულთლები აქვს. ჭყვიალა, ბზრიალა, ბდღრიალა. სულთლები აქვს. უკანაც ზუსტად არ ვიცი კამერაში კარგად ჩანს თუ არა, როგორ ჭყვიალებს და ბზრიალებს. შეხედეთ რა საოცრად ჭყვიალებს. ხედავთ ხო? მორჩა მე მეტი სხვა არაფერი არ მიყიდი ამ თვეში და ზოგადად ვფიქრობ რომ არა უბრალოდ კიდე რაღაცა ვიყიდე. გამოვიწერე რაღაცები, არ ვიცი კარგად მექნება თუ არა და მომეწონება თუ არა, ჯერ არ მოსულა, როცა მოვიზომებ. ხო, თუ მომეწონება და დავიტოვებ აუცილებლად გაჩვენებს თუ არა და დავუბრუნებ პატრონს.
ხვალ მე დედა და ჩემი დედაშვილი მივდივართ სიმფონიური ორკესტრის ღონისძიებაზე Sounds of Music, ასე ქვია, აუცილებლად გაგიზიარებთ, რა თქმა უნდა, ასე რომ დარჩით ჩემთან ბლოგის ბოლომდე. ძალიან რო გვეცინება. არსად წასვლა რო არ გვინდა, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდეთ, მაგას რა ქვია, ზუსტად. სიზარმაცე, ასაკის ბრალია თუ რა ხდება, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან კარგ დროს გავატარებ იქ, სადაც მივდივარ, მაგრამ ძალიან მეზარება წასვლა. ეხლა გამახსენდა რომ ამ კვირაში ჩემს რიგით მესამე სიბრძნის კბილს გამემშვიდობო. როგორ არ მინდა რომ მეტკინოს. არ ვიცი, ჩემი სტომატოლოგი ბოლო 1 წელია გადამეკიდა და გამომიტანა განაჩენი, რომ 4-ვე სიბრძნის კბილი უნდა მოვიშორო. ხო და დამაწყდა ნერვები, 1-2 უკვე გამომშვიდობეს. ამ შაბათს თუ არაფერი დავდე, იცოდეთ რომ ძალიან ცუდ დღეში ვარ. სტომატოლოგი რომ ეკითხება ხოლმე რომელი გაწუხებს, რომელი დავიწყოთო, მეთქი მე არც-ერთი არ მაწუხებს, თქვენ გაწუხებთ და თქვენ რომელიც ყველაზე მეტად გაწუხებთ, მოდით იმით დავიწყოთ, ამიტომ გადაწყდა ეს კბილი, შემდეგ ეს კბილი, ეხლა ეს კბილი და ბოლოს ეს კბილი. თან დილი საათზე მაქვს რიგი. რატო რომ მეკითხებით, სად მივდივარ? მივდივარ ფილარმონიაში, თელ-ავივის ფილარმონიაში. მე, ჩემი დედაშვილი ანანო და დედა სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე, რომელიც ფუძნებულია ჰანს ზიმერის სიმფონიებზე. ეს მანამ სანამ ჰანს ზიმერი ჩამოვა გვესტუმრება ისრაელში. ან ჩვენ თვითონ მოვხვდებით ჰანს ზიმერის კონცერტზე. 1-დან 10-მდე, რას ფიქრობთ, რამდენად შემცივა? 10. 10-დან 10. არა უშავს, შემცივა და შემცივდეს. ხო, ერთმის გაშლა არ მინდოდა საერთოდ, მაგრამ სხვა გზა არ არის. ეხლა წავალ ჩავიცვა. რა სიტყვით ასე წავიდე? ამ მანტო პალტოჩი არ მომწონს ეს. თვითონ დამელოდეთ. გადაწყდა აი ესეთი ამბები. ჩემი წლის ამოჩემება ეს ქურთუკი. ფერსაცმელები დაბალზე, რომელიც ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ არ ვიმჩნევთ. მე მგონი, კაია ესე, ცუდი არ არის. და აი შეგვცივდეს და აი გავიყინოთ. ეს ჩემი აფერისტული საყური არცად დამეკარგოს. სამი ვენი აქ ვართ ადგილზე, მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველას გვეძინებოდა, ხო? ყველას გვეძინებოდა, გვეზარებოდა, მაგრამ მაინც თავს ძალა დავატანეთ და გამოვედით. აი. რაღაცა წაღან ბევრი ხალხი ჩანდა იქით. ხო? მე მგონი ბევრი ხალხია. ხო. დრო წავიდეთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თელ-ავივის ცენტრში, ჰაბიმასთან. ჰაბიმა არის ისრაელის ეროვნული თეატრი და ეს ადგილი ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული სიმბოლოა. აქ სულ იგრძნობა ისეთი ენერგია, თითქოს ყველაფერი მოძრაობაში. ადამიანები მოდიან სპექტაკლზე, სეირნობენ მოედანზე, ჩერდებიან კაფეებში, ან უბრალოდ დროს ატარებენ. მაგრამ ამ ადგილს ბოლო წლებში კიდევ ერთი ძლიერი მნიშვნელობა დაემატა. ჰაბიმასთან ძალიან ახლოს არის გატაცებულთა მოედანი, მუზეუმის წინ სივრცე, რომელიც ბევრი ადამიანისთვის გახდა ყველაზე სიმბოლური ადგილი შეკრების, მხარდაჭერის და მთავარი მოთხოვნის, რომ გატაცებულები სახლში დაებრუნებინათ. და წარწერა, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ შეიცვალა და ნაცვლად კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება, ეწერა დააბრუნეთ ისინი სახლში. და რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება 2023 წლის 7 ოქტომბრის გატაცებულები. შადეს სიმღერაც არის ჩართული. ჩვენ ადგილზე ვართ. მოვკალათდით. აგერ იმედია მართლა კარგი იქნება. ძალიან ბევრი ხალხია კი. ბევრი ხალხი დადის სხვათა შორის ესეთ კონცერტებზე მინდა აღვნიშნო. სულიერი საზრდო და მოვიდა ყელში ჭამასმა და შოპინგი.
აბა თუ გამოიცნობთ, რამდენი გადავიხადეთ ერთ ბილეთში, რომელიც არის ძალიან ნორმალური ბილეთი, ადგილი უბრალოდ უკეთესებიც იყო და უარესებიც რა თქმა უნდა იყო, ხო? ხო ეგრეა, უფრო ცუდებიც იყო. ანუ უფრო დაბალფასიანები. ნუ 300 ლარი ერთ ბილეთში გადავიხადეთ ხალხო, დაახლოებით. ეგრეა რულით. ო 290 ლარი. We invite you to the world of the music of Hans Zimmer, performed by the Ukrainian orchestra Lords of the Sound. აი ნოსტალგიური იყო Game of Thrones-ის ქართულად. სამეფო კარის თამაშები. მაგარი იყო. ძალიან კაი იყო. ძალიან. გეთანხმები, ძალიან კარგი იყო. ძალიან მომეწონა. მიხარია რომ წამოვედი. მე ძალიან მიხარია რომ წამოვედი და არ დაგვეზარა ბოლოს და არ დაგვეძინა და ხო, არ ვარჩიე. ხო. ძილი არ ვარჩიეთ. მოგესალმებით მეგობრებო, ამ უზარმაზარი ყუთით. სადაც მოვიდა ჩემი ამ კვირის შეკვეთები. დავიწყეთ. რაგე უგლუტენო პასტები,
ძალიან ბევრი ვიფიქრე პირველ რიგში გამომეწერა თუ არა მარტო ჩემთვის სიტყვაზე უგლუტენო და ჩემი მეუღლისთვის ცალკე ჩვეულებრივი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე რომ ჯობია რომ საერთოდ უგლუტენო კვებაზე გადავიდეთ ორივე, რომ ცალკე ჩემი მეუღლისთვის არ მომიწიო საჭმელების კეთება ცალკე ჩემთვის, კიდე ცალკე რა თქმა უნდა ამას ემატება ის რომ ცალკე უნდა სხვა პროდუქტები ვიყიდო ჩემთვის და სხვა პროდუქტები მისთვის, ამიტომ უფრო ჯობია რომ უბრალოდ ორივე ერთნაირად ვიკვებოთ და ესეთი სპაგეტიც. Შემდეგი არის ესეთი ჩანთა. სადაც ნახოთ რა დევს. გატარებული ხორცი გამოვიწერე. ეს რა არის? ქათმის ფარში. ეს რა არის? ეს არის არისა. ეს არის соуსი. წითელი წიწაკის, რომელსაც იყენებენ, რომელიც არის ცხარე და პიკანტური. ჩანთაც ძალიან მიყვარს, ესეთი ერთი ცალი უკვე მაქვს. არის მაცივარი ჩანთა, რაიკიდ. ეს არის ბაზილიკი, მშრალი ბაზილიკი. ეს არის პურის ნამცეცები, ოღონდ უგლუტენო. ეს არის სავარაუდოდ თევზი, იმიტომ რომ ძალიან მინდა თევზის კოტლეტის გაკეთება, იმიტომ გამოვიწერე არისაც. თევზია, თევზის ფილე გამოვიწერე ორი სახის. ეს არის მუხუდოს მარცვლები, ეს არის ნახევრები, ანუ გაჭრილია შუაზე. ესე აწერია, რომ შუაზე გაჭრილიო აქ და ამით აკეთებენ ძალიან გემრიელ სუპს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კი არა და ერთი კვირის წინ ჭამე ჩემ დედამისელთან, გააკეთა თვითონ. ისეთი გემრიელი იყო, მეთქი ეს რა გავაკეთო, ალბათ გავგიჟდები და დღეს უნდა გავაკეთო ეს სუპი. გამოვიწერე ზეითუნის ზეთი. აი ესეთი. სულ ეს იყო მორჩა. ავედი ახლა ცოტას ვისაქმებ, ვაკეთებ ბარდას წვნიანს და გაჩვენებთ მე როგორი გამოვა. მე დავაბლენდერე. და ესეთი გამოვიდა, მაგრამ ჩემს დედამთილს უფრო გემრიელი გამოვიდა, ვიდრე მე. დღეს გამოვეწყვეთ და გამოვედით სასეირნოდ. ცოტა ხნით. სიბრძის კვირი ამოვიღე გუშინ და ძალიან მტკივა. სხვა შორის ძალიან კაი ამინდია დღეს, აი ესე ვარ გამოსული, შიგნით მაცვია თეთრი მაისური და ეს სვიტრი, რომელიც არის ჩემი ქმრის და მოვპარე და მორჩა. დღეს გავსუქდი, თუ უბრალოდ კბილი მაქვს გასიებული ვერ გავიგე. დღეს ძალიან ერთ ფერებში ვერ გადაწყვეტილი და ცოტა არ მომწონს ხოლმე ესე მონოქრომული ჩაცმა, მაგრამ მოკლედ, წავედით, ახლა ყავა დავლიოთ. გემრიელი ყავა. აი აქ. იმხელა რიგია თავი კორეაში მგონია. იმიტომ რომ იქ იყო ხოლმე ასეთი დიდი რიგები ყავაზე. Cheers! დემაქვარმა კრუასანი დაითრია მე უგლუტენო მზივარ და შევწკერი როგორ ჭამს. მე მგონი ვინტაჟური მეორადების გამოფენა გაყიდვა. ამასაც ნიჭი უნდა რომ აი ესეთ ადგილებში არჩიო რაღაცა კარგი და ლამაზი. მე ეს არ შემიძლია. მე ამის ნიჭი ღმერთმა არ მომცა. აგერ ნახოთ Ralph Laurenis პერანგი. მაუდი ეშბო.
ბერანგები. ძალიან ბევრი პოლოა. איזה חמוד. תחשבי על יוניות, נגיד, דקות כאלה, חצאיות ארוכות, בדירה. ეს ღირს 950 შეკელი. ეს მაისური მომწონს. 1000 איש, מהלך פגותי, 1000 איש. უკაცრავად. მე ჩავიხედოთ. ვაი, მამაში მაგარია. ბალენსიაგას ეგ ჩანთა, რომელსაც ქვია ლესირი. არის ჩემი ერთ-ერთი ოცნება. და აუცილებლად ვიყიდი. როდის არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად. ძალიან დიდი ადგილია სხვათა შორის, შეხედეთ აბა. ესეთი ადგილები უყვარს, ძალიან მაგარ რაღაცებს შეიძენს სხვათა შორის და არჩევს. ხვალმე და ჩემი მეუღლე ვლაპარაკობთ, რომ იანვრის ბოლოს და ზოგადად აი თებერვალში გადავდივართ ხო ნენელა. მოკლე მკლავიანი მაისურებით სიარული, ძალიან შოკია. ანუ ფაქტობრივად წელს ზამთარი არ გქონია ხალხო. ამიტომ დიდად სიმართლე რო გითხრათ, არ მიყვარს ზამთრის 60-ის შეძენა, რაღაც ესეთი ძვირფასის ისრაელში რო ვცხოვრობ. აზრი არ აქვს. და ბევრსაც არაფერს არ ვყიდულობ ხოლმე და აი ისეთი 60 მაქვს, რაც მაგალითად 10 წლის წინ მეცვა სიტყვაზე, იმიტომ რომ შეიძლება წელიწადში ერთხელ ჩავიცვა. აი ზაფხულისაში არ მენანება. ჩანთა ფეხსაცმელი არ მენანება. ეს პარკი გააკეთეს სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ. აქ გადიოდა ხოლმე ტრამვაი, თუ არ ვცდები. სხვა შორის, აი ეს არის, ერთით გადაცემაში ვუსმინე, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი მაღალი შენობა, რაც ამ უბანში გაიხსნა, ესეც ნევეცედეკის ეკუთვნის, თუ არ ვცდები, ეს ტერიტორია და ნევეცედეკში არის ძალიან ისეთი მაღალი სახლები, ძალიან ლამაზი. საერთოდ არის მაღალსართულიანი სახლები და ეს რო ააშენეს, ანუ ხალხი მოსახლეობა ძალიან წინააღმდეგი იყო რა ამ სახლის. ამ ცათამბჯენის უფრო სწორად. ნახეთ როგორი სახლებია, ისო ესეთი დაბალი, ლამაზი არქიტექტურის და უცბად გამოიხედები და ეს მხოლოდ ცათამბჯენი ძალიან ამახინჯებს გარემოს. კიდე აღნიშნეს, რომ სხვა ეძახიან ასევე სანთელს ნევეცედეკის. ოღონდ თქვენ მიხვდით ახლა როგორ სანთელს. სტანდარტულ სანთელს არა. ერთ-ერთი ძვირადღირებული უბანი არა, ეს არის ყველაზე ძვირადღირებული უბანი და აქ სახლის ქონა ნიშნავს, რომ ხარ ულტრა მილიონერი. დაბადების დღე აქვს ბეიბის. გიამინდი გამოდის ისრაელში, მაშინვე რიგებია ხოლმე აი ამ ნაყინზე. და სხვა შორის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი უცნაური გემო, რაც ამ სანაყინეში იყიდება, არის ზეითუნის ზეთის
ნაყინი, არა, ნაყინს ასხავენ ზეითუნის ზეთს. მე არ გამისინჯავს, მე მგონი რომ არ მომეწონება. მაგრამ ძალიან პოპულარულია ამ სანაყინეში ეგ ნაყინი. ასე დამგვარად, ჩემო მეგობრებო, ჩემი ამ კვირის ვლოგით დასასრულს მივახლოვდა. შევხვდებით მომავალ ვლოგში.